მე მახსოვს დაახლოებით 10 წლის წინ, როცა რეზიდენტი ვიყავი და პირველად ერთმა ჩვენმა უფროსმა კოლეგამ მაჩვენა, როგორ ხდებოდა პერკუტანულად განაკვეთის გარეშე ფაქტიურად ჭანჭიკის გაშვება მალაში და მერე ვთქვათ მისი ღერძით დაფიქსირება, წარმოგვედგინა როგორც ეს იყო რაღაცა ფანტასტიკის სფერო და მიგვაჩნდა რომ ამის დანერგვას არა მარტო საქართველოში, თუმცა მსოფლიოში დაჭირდებოდა ძალიან ბევრი ათეული წლებით შეიძლება და დღესდღეობით ეს უკვე ხელმისაწვდომია ჩვენთან, ჩვენ დეპარტამენტში, იმიტომ რომ როგორც წესი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხერხემლის ქირურგია მიიჩნეოდა როგორც ერთ-ერთი ტრაუმული ქირურგია ზოგადად პაციენტისთვის, დაკავშირებული უამრავი ანატომიური სტრუქტურის, ინტრაოპერაციულ იატროგენულ დაზიანებასთან, ოღონდ ეს დაზიანება იყო მიზანმიმართული იმისკენ, რომ ვთქვათ, მიღწეული ყოფილიყო ქირურგიული ჩარევის მიზანი და მინიმალ ინვაზიურმა ხერხემლის ქირურგიამ აბსოლუტურად შეცვალა მიდგომა, აბსოლუტურად შეცვალა კონცეფცია, რაც პირდაპირ კავშირში არის მერე უკვე პაციენტის პოსტოპერაციულ მდგომარეობასთან და პოსტოპერაციულ გამოსავლიანობასთან.